ითხოვს პასუხობს და მას პირდაპირ ეთერში მინდა მეულოცო ინიციატივა დაანონსდა ამაზე რომ გითხრათ უფრო დეტალურად მინდა მეულოცო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 10 წლის იუბილე დღეს წარმოდგენილი იყო 10 წლიანი მუშაობის შედეგები რაც არის ძალიან შთამბეჭდავი ძალიან მსხვილი ინვესტიციები ჩაიდო ამ სფეროში და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სამოვლოდაც არის ძალიან შთამბეჭდავი გეგმები სამი ძირითადი მიმართულებით რაზეც იყო საუბარი ფაგები აგრომიმართულებით ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა ამ სფეროში ახალი ინიციატივების დანერგვა გვექნება საკანონმდებლო ინიციატივები რომლებიც ხელს შეუწყობს ამ სფეროს განვითარებას კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მაცლენის შედეგები არის ძალიან შთამბეჭდავი და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება შემდეგი 10 წლის მუშაობის შედეგები ამერიკის შეერთებული შტატების NGO სექტორის დაფინანსებაზე რამდენად შეიძლება ჩაითვალოს NGO სექტორის დაფინანსება საქართველოს დახმარებად? ხო, არ ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობს, რომლებიც აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, თუმცა არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საეჭვო საქმიანობაში არიან ჩართული. ხო, ესე ერთქვაფში ჭაღრა არ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციების, არის არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არის ეკოლოგიური საკითხებით დაკავებული, სოფლის მეურნეობა და შემდეგ, ხო, თუმცა არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არის საეჭვო საქმიანობაში ჩართული, ასე ვიტყოდი, მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ღიად ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ჩართული იყვნენ პოლიტიკურ საქმიანობაში და ასე შემდეგ. თუმცა დიფერენცირება არის საჭირო. სადაც ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა, ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ თუ სადმე ირიბად ხდება პოლიტიკის დაფინანსება, ეს არის ცუდი. ნუ დანარჩენი დეტალები ასანახავთ. საინვესტიციო კანონმდებლობა უნდა შემუშავდეს. ნუ რაც შეეხება ცესკოს საკითხს. ძალიან მარტივად არის საქმე. დღეს არის ერთგვარი ჩიხი შექმნილი ცესკოში, იმიტომ რომ წელიწადნახევრის წინ არიან არჩეული 6 თვის ვადით, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, ცესკოს 2 წევრი, ეს არის ერთგვარი ჩიხური მდგომარეობა. ის კანონპროექტი, რომელიც მიიღო პარლამენტმა თავის დროს მე როგორც პარლამენტის წევრი ვიყავი ჩართული ამ კანონპროექტის შემუშავებაში, ითვალისწინებს ჩიხიდან გამოსვლას. ცესკო არ შეიძლება დარჩეს ჩიხში. სალომე ზურაბიშვილის და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს უნდათ რომ ცესკო დარჩეს ჩიხში, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობას ვერ ექნება ესურვილი, აქედან გამომდინარე, ალტერნატივა ვეტოს დაძლევას ბუნებრივი არ აქვს. ჩვენ ვერ დავტოვებთ, რა თქმა უნდა, ცესკოს ჩიხურ მდგომარეობაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი იმისათვის, რომ შესრულდეს ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც უკავშირდება საქართველოში თავისუფალი სამართლიანი გამართული არჩევნების ჩატარებას, აუცილებელია ამ ვეტოს დაძლევა. ამ ვეტოს დაძლევა ემსახურება ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთი შესრულებას. რაც შეეხება საპატრიარქოს დაფინანსებას. ჯერ საპატრიარქოს დაფინანსებას რაც შეეხება 35 მილიონი ეს ერთჯერადად იქნება, რავადებში იქნება, ასევე უნდა გითხოთ, ნეკლი ღარიბაშვილის დროს იყო თუ არა დაფინანსება ამ მიმართულებით გამოყოფილი, თქვენ რამე დაამატეთ თუ სრულად თქვენ მიიღეთ ამის შესახებ გადაწყვეტილება? 30 მილიონი იყო გამოყოფილი საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის, ანუ კონკრეტული მიზნობრიობა აქვს. ნუ მიმართულია საპატრიარქოსკენ და მიმართულია კონკრეტულად საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისკენ. 30 მილიონი იყო გამოყოფილი, თუმცა იყო გარკვეული საჭიროებები, რის გამოც აუცილებელი გახდა 5 მილიონით შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდა, რაც მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა. ანუ მთლიანობაში იყო 30 მილიონიანი დაფინანსება, დავამატეთ 5 მილიონი, რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საპატრიარქოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები სათანადოდ განხორციელდეს. 25 მილიონი ხომ საკითხი წამით რომ დავაზუსტოთ უბრალოდ რომ რაღაც არ აურიოთ მაინც საერთოდ ჯამში 60 მილიონი გამოდის საპატრიარქოს დაფინანსება და ასევე აუცილებლად უნდა თქო და ოპოზიციაში აცხადებენ რომ საარჩევნო ხმების მობილიზებისთვის დაიწყეთ ის რომ კეთილ განწყობა მოგებოვებიათ სასულიერო პირებს უკავშირდება თუ არა საარჩევნოდ რას უპასუხებთ თქვენს ოპონენტებს? კიდევ ერთხელ გამიმეორებ რომ ეს დაფინანსება უკვე შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ამიტომ არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ეს არ არის ახლახანს მიღებული გადაწყვეტილება, ხო, უშუალოდ არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შესძლოს
საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში. აქედან გამომდინარე არსებობს 25 მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა კიდევ ერთხელ გამიმეორებ ჯერ კიდევ შარშან წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30 მილიონიანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიოტიკო საგანმანათლებლო პროექტებს და ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით 5 მილიონი. რაც არის კიდევ ერთხელ საჭიროება იყო შესაბამისი პიტაპიწერია რომ 22 მილიონი არის გაერთიანებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის 150 სკოლებისთვის. რა ღონისძიებები იმართება ისეთი რომ 2 მილიონი ჭირდება ერთი თვის განმავლობაში? ეს ყველაფერი არის გამჭვირვალე. საუბარია რამდენიმე ათეულის საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე. ანუ რამდენიმე ათეული სკოლა ხო, ანუ 50-ია დაახლოებით, კი ბატონო, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და არის სასკოლო დაწესებულებები, რამდენიმე ათეული ასეთი დაწესებულება და ნუ მთლიანობაში მოხდა 5 მილიონით მათი დაფინანსების გასვლა. ნუ რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც მიმართულია ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ, მე პირადად არ ვარ ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში, თქვენ იცით რომ ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, თუმცა აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის ის შფოთვა, რომელიც აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ საქართველოში ნეგატიური ტენდენციები დავასრულოთ. ამისათვის რა თქმა უნდა კანონმდებლობას შეუძლია შექმნას მყარი გარანტიები, მთავარია რომ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდეს ეს კანონი. მოდი ერთი მეორე და მესამე ხო? დი უპასუხო და მერქნა. მე როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით თადოს სამინისტრომ გაავრცელა თავად ინფორმაცია. აქ ძალიან მკაფიოდ ეწერა თადოს სამინისტროს მიერ გასავრცელებელ ტექსტში, რაც მე ნანახი მაქვს, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მithumet საიდუმლო ინფორმაციაზე ცდომა არ ქონია დავით ყიდაშვილს. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი საკუთარ გადაწყვეტილებებზე და საბოლოო ჯამში გქონდა მშელობა ამ თემასთან დაკავშირებით და იყო გარკვეული შრომითი, ასე ვთქვათ, ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან. ეს არის იყო გქონდათ ინფორმაცია თქვენ? მე არ ვიცი, მე აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ადამიანი დაახლოებული არის ევტუშენკოვთან, რომელიც არის ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი და არ ამგონი აქ რაღაც სპეკულირების საფუძველი. ხო, ევტუშენკოვი არის პირდაპირ დაახლოებული ბაიდენის ოჯახთან. ამერიკამ არ დაასანქცირა იმის გამო, რომ არის მჭიდრო კავშირში ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან, მათ შორის ბაიდენის ოჯახთან. შესაბამისად აქ სპეკულაციები მე მგონია ზედმეტია. ამერიკის შეერთებული შტატებისგან გვესმის, რომ საქართველოს იღებს ამერიკისგან დაფინანსებას და ხმარდება სხვადასხვა მიმართულებით. რა მიმართულებებია საუბარი? შეგვიძლია თავიდან ვერ გავიგე. ამერიკის შეერთებული შტატებისგან გვესმის, რომ საქართველოს ფინანსდება რამდენიმე მიმართულებებით. USAID-ის წარმომადგენლებს მხოლოდ დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის დაფინანსება არის საქართველოში გამოცემული. რა მიმართულებებს ხმარდება ეს დაფინანსება? ჩვენ არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. დეტალური ინფორმაციას ალბათ თავად დონორი გაგვიზიარებს. ნუ ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნები. მე პირადად დეტალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს. ანუ მე კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რა თქმა უნდა, წლიდან წლამდე ხორციელდება დაფინანსება, გარკვეული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით აქვს ბუნებრივია მთავრობას, მაგრამ რაც შეეხება გასული 30 წლის განმავლობაში განხორციელებულ დაფინანსებას, ამაზე მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია, ალბათ შეგიძლიათ გითხოთ თავად დონორს და ისინი ნუ ეგრეთ წოდებულ ვეთინგზე მკაფიო განცხადება გაკეთდა გუშინ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან. რა თქმა უნდა, ვეთინგის თემა დახურულია ჩვენთვის. ეს არის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან და არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, ზოგადად კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებთან.
სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპთან, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპთან. შეიძლება ასეთი რამ ვენეციის კომისიის მიდგომის თანახმად განხორციელდეს უკიდურეს გამონაკლისს შემთხვევაში, სადაც სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები. უკრაინის საქმე იყო, მოლდოვის საქმე იყო მაგალითად ამის აღიარება, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები და ამას აქვს მყარი საფუძველიც, იმიტომ რომ მართლა ძალიან სუსტია ინსტიტუტები, როგორც უკრაინაში, ასევე მოლდოვაში, მაგრამ საქართველოში თქვენ იცით, რომ ჩვენ 2012 წლის შემდეგ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, მათ შორის განსაკუთრებით სასამართლოს მიმართულებით. თქვენ იცით რა მდგომარეობა იყო ქართულ სასამართლოში 2012 წლამდე, ქართული სასამართლო გამოიყენებოდა როგორც რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. ეს ვითარება შეიცვალა, ეს აისახა სასამართლო სტატისტიკაზე, ეს აისახა სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობის სტატისტიკაზე და ბევრ სხვა ფაქტორზე. აქედან გამომდინარე, ვერავინ ვერ იტყვის, რომ საქართველოში არ არის შემდგარი სახელმწიფო ინსტიტუტები, პირიქით, თუ კი სადმე არის ძლიერი ინსტიტუტები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში, ეს არის სწორედ საქართველო. მათ შორის ეს მე ასეთი რამ უშუალოდ 9 პუნქტიან გეგმაში კონკრეტულად არ არის მოცემული, არის გარკვეული ჩანაწერები, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში და შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები. ამ მყარ არგუმენტებთან დაკავშირებით კონტრარგუმენტები არ მოგვისმენია. ნუ დაველოდოთ, არ ვიცი, მაგრამ როცა გაქვს არგუმენტები და ვერ გეუბნებიან კონტრარგუმენტებს, ასე დროს შენ უნდა გააგრძელო ბუნებრივია სახელმწიფო ინტერესების. პირველ რიგში სიტყვა დავალებას რაც შეეხება საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო 90-იანი წლებიდან მოყოლებული და ვერავინ საქართველოს დავალებებს ვერ მისცემს. მათ შორის ვერც ერთი მეგობარი და ვერც ერთი პარტნიორი. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მოქმედებს არა დავალებებით, არამედ საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება რჩევებს, რეკომენდაციებს, სადავართ რომ ყველაფერი მოვისმინოთ და გავაკეთოთ. თქვენ იცით ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველოს ჩადარდეს სამართლიანი არჩევნები, კერძოდ კანონმდებლობა შეიცვალა ფუნდამენტურად, მათ შორის დაინერგა ელექტრონული ხმის მიცემის, დათვლის, ამორჩეულთა რეგისტრაციის სისტემა, რაც ძალიან ბევრ ამას აზღვევს. გარდა ამისა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება კანონმდებლობაში, როცა ცესკოში აღმოიფხვრება ჩიხური მდგომარეობა. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს გამართული სამართლიანი თავისუფალი საბჭოთა ფონდის წარმომადგენლებს შევწით, იყო თუ არა საუბარი პროგრამის აღდგენაზე და გაქვთ თუ არა იმედი, რომ უახლოეს მომავალში აღდგება. რა გითხრეს, თუ გითხრეს რაიმე მათ იმედები თუ დასახეს და ასევე რა არის გასაკეთებელი? სავალდო ფონდთან ქონდა საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის პროგრამის აღდგენაზე, მათ შორის კონკრეტულ ნაბიჯებზე ქონდა საუბარი, რაც შეიძლება გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან. ქონდა ძალიან მეგობრული კონსტრუქციული საუბარი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა არსებობდეს საქართველოსა და სავალდო ფონდს შორის. ნუ შეიძლება ეს მოხდეს წლის ბოლოსთვის, საორიენტაციო და ასეთ ვალდებებზე ქონდა საუბარი და ანჩენ ნახოთ. შეიძლება საერთოდ ახალი პროგრამა საკითხი გავასწრებთ. ეგეც შეიძლება. საერთოდ ახალი პროგრამა. ყველაფერი შეიძლება. შეიძლება მომავალ წელს ისეც დაგეგმილი იყოს, შეიძლება მომავალ წელს დაიწყოს ახალი პროგრამა. საინვესტიციო კანონმდებლობის მომაკითხოთ, იყო დაგეგმილი, რომ საინვესტიციო კანონმდებლობა შეიქმნებოდა. თქვენ თუ გაეცანით, რა შეიქმნებოდა? საინვესტიციო კანონმდებლობა შეიმუშავებდა, მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილის დროს იყო ეს დაპირება, როდესაც მოხდით. გაეცანით თუ არა მუშავდება თუ არა ეს პროექტი? იგი მე მქონდა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან დეტალურად გავიარეთ ყველა საკითხი, მათ შორის საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები, კანონმდებლობის საკითხები და ყველაფერთან დაკავშირებით გვექნება ძალიან კონკრეტული ინიციატივა. აზარაშვილი და ღარიბაშვილი შეხვედრა. ბოლო კითხვა მინდა რომ დაგიწყო. მე არ ვიცი, პროროსი იყო თუ რა იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გამიმეორებ. ეს ადამიანი დაკავშირებულია ევტოშენკოვთან, რომელიც არის ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებული კაცი. თავდაცვის მინისტრმა ვერ დაინახა იმის საჭიროება, რომ მას გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა სამინისტროსთან.
არის ბაშვილი და აზარაშვილი. გუშინ ქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრები ბატონ სტოლტენბერგთან, შემდეგ ვახშმის რეჟიმშიც მეგობრულად გავაგრძელეთ საუბარი ყველა იმ თემაზე, რომელიც უკავშირდება ნატოს საქართველოს პარტნიორობას. პარტნიორობა არის მაღალ დონეზე, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, ვესწრებით კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ. ეს ურთიერთობები ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ ბატონ სტოლტენბერგთან. პირობის ამები ხომ მაინტერესებს ბატონობას აქვს თუ არა ტრანსპორტთან დაკავშირებით მიგაკითხოთ მაინტერესებს მთავრობას აქვს თუ არა კონკრეტული გათვლა კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით როდის მიიღებს სპორტი პირველ გეგმას გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული მაისში დასრულდება პროცედურები რაც ტენდერთან არის დაკავშირებული ივნისში დაიწყება უკვე სამუშაოები დაახლოებით 2 წელი დაჭირდება პირველ ფაზას, ძირითად ფაზას. რაც ხდება პირველ გემს და შემდეგ თავარია ჩვენთვის რომ პირველი ფაზა 2 წელიწადში წარმატებით დასრულდეს, ამაზე არის მთლიანად კონცენტრირებული ჩვენი მუშაობა. ბატონო, უნდა კიდევ დაუცირებლად ღარიბაშვილთან დაკავშირებით ბოლოს როდის ნახეთ პარტიის ოფისში ღარიბაშვილი რომ ის თანამოაზრეებს ხდებოდა, ჩვენ ყველა ვნახეთ რამდენიმე ისე კადრები როგორ შეხვდა კონსპირაციულად აზარაშვილს სხვადასხვა ავტომობილებით ავიდნენ და გექნებათ ეს კადრები. ნანახი რისია ეშინია ირაკლი ღარიბაშვილს რომ პარტიაში არ ელაპარაკება მის თანამოაზრეებს. მე არ მგონია რომ კონსპირაციული იყო რეალურად ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხშირი შეხვედრები იქნება ეს პარტიის ოფისში თუ სხვაგან. შესაბამისად აქ მე მგონი არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისათვის რომ რაღაც სპეკულაციები აიღოს. კონსპირაციული არ იყო ეს შეხვედრა რომლის კადრებიც ნახეთ კადრები. თუ ისეთ ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება რა ვიცი რა არის. ავიდნენ ხუდები და არ მგონია რომ აქ რამე კონსპირაციული ყოფილა. კაი, უგასუხებდა მე რა. ბოდიში. ჩვენ ზოგადად იცით რომ არ გვიჭირს სახელმწიფო ინტერესების დაცვა მათ შორის არც დეзинფორმაციის წინააღმდეგ სახელმწიფო ინტერესების დაცვა შეიძლება ბევრი მიმართულებიდან წამოვიდეს დეзинფორმაცია მაგრამ ქართული საზოგადოება არის საკმარისად მომზადებული იმისათვის რომ არ წამოიგოს არავითარ დეзинფორმაციას იქნება 1 2 3 თუ 4 მიმართულებიდან შესაბამისად მე ამ კუთხით რაიმე არსებით პრობლემებს ვერ ხედავ ჯერჯერობით მელიასთან აქვს მას კონკურენცია და ერთმანეთში მედია ჯერ გაიყოფენ თანამდებობებს. რა თქმა უნდა არასერიოზულია ეს ყველაფერი ბარიერის გადალახვის რესურსი ამ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას გონებრივი არ აქვს შესაბამისად დანარჩენი არის სერიალი საუბრები. რომას უფრო დიდი შანსები აქვს მელიას თუ გვარამიას? რიტორიკული შეკითხვა მე მგონი. ბატონი ირეკი, თქვენ თუ გაქვთ მოსმენების შიში, თუ ფიქრობთ რომ თქვენი საუბარით ისმინება. ფაქტია რომ ასეთი შიშები აქვს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ვერ საუბრობს ვერც ტელეფონზე და ვერც შიში ვერ არც მე არც ირაკლი ღარიბაშვილს არც რომელიმე სხვა გუნდის წევრს არ მგონია რომ ესეთი შიშები გქონდეს. ამიტომ მე მგონია რომ ამ კითხვას არ აქვს საფუძველი. თქვენ იყენებთ დაცულ აპლიკაციებს თუ ღია ხარჯზე საუბრობთ? სტანდარტული აპლიკაციები რაც არის იმას ვიყენებ როგორც ყველა სხვა ჩვენი თანამოქმედი. მადლობა. კარგია რომ ამოვწურეთ.